აბა ჩემი ლამაზი ბაჭიები. აქ ამყავს მშვენიერესი ბაჭიები. ისევ და ისევ კალიფორნიულის და წინა ვიდეოს თუ თვალი გადაავლეთ გოლიათის შვილები. კალიფორნიული მამა, გოლიათი დედა. არიან დიდები 3 თვის ხდებიან. ის პატარა ბაჭიები სადღაც თვენახევრამდე არიან. და ძალიან ხშირი პრობლემაა და ხვდები Facebook ჯგუფზე, რომ ჩემი კურდღელი ვერ დამაკდა. მაგათი პრობლემა ძირითადი არის სანასაკობრივი, ან ასევე არის სიმსუქნე. ანუ კურდღელი არ უნდა იყოს მსუქანი, თუ გინდათ რომ დამაკდეს და მიიღოთ შედეგი. ან ერთადერთი ყველაზე მარტივი გზა არის მაგისთვის ქერი და წყალი. ასევე ჩემო მეგობრებო, ვიდეოს ვაგრძელებ, ყავს იაპონკას ულამაზესი მამალი. არა მარტო მამალი, დედლებით, წიწილებით, რომელიც უკვე იმაზე მეტია ვიდრე მინდოდა. თუ გაქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ და წაიყვანოთ. დასრული გაიყიდება იაპონკა 50 ლარად, წყვილი 100 ლარად. ეზოს ულამაზესები. ასევე არიან ძალიან კარგი კვერცხმდებრები, კარგი კრუხები და არაჩვეულებრივი დედები. აქეთ ორი ლამაზი წიწილა, ესეც შემოდგომების არიან იაპონკების. რა თქმა უნდა, ბევრს არ ჭამენ. უძლებენ ნებისმიერ კლიმატს. გინდა თბილისში, გინდა სოფელში. ეს კიდე ჩემი გოლიათი, რომელსაც 12 შვილი ყავს, წიხანაც გითხარით. ეხლა შემოვედი შემოწმებაზე. აქ აქვს დაყრილი ულამაზესები. 12 ბაჭი. ჩემი პატარები. მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ძალიან ცივა, შესანიშნავად გრძნობენ თავს. უკვე თვალებს აახელენ. ზოგს ახელილიც აქვს. ამას ახელილი აქვს. ჩემი ლამაზები, არ შეგცემთ.